უკვე აქტიურად 3 დღეა ჩვენ ინტენსიურად ვიბომბებით ირანის მხრიდან. პერიოდულად კი არა, როგორც ეს ხდებოდა დაუშვათ მანამდე, როცა 7 ოქტომბრიდან დაიწყო ომი ხამასთან, შემდეგ გადაინაცვლა ჰეზბოლასთან და ასე შემდეგ. ისინი სულ სხვა იარაღს გვესწოდნენ და უფრო ცოტა ფაქიზად ვექცეოდით მაგ სიტუაციას. დღევანდელი დღის მოცემულობით ირანს აქვს ძალიან ძლიერი იარაღი, რომელსაც იყენებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ისრაელში უკვე მესამე დღეა. ინტენსიურად ვიბომბებით და უმეტესი დრო პრინციპულად ჩვენ გვიწევს რომ გავატაროთ დამსავ ოთახებში, თუ იმეს სახში გვაქვს თუ არა და გვიწევს სარდაფებში ჩათვლა, რომლებიც ასე თუ ისე შეიცავს დავსავ სფეროს. სიტუაცია ჩემ ქალაქში აშდოდში ეხლა ამ წუთას შედარებით არის სიმშვიდე, დაახლოებით 2 საათის წინ იყო მთლიანი ისრაელის მასშტაბით დაბომბვა ბალისტიკური რაკეტებით, ამავე დროს აშდოდში ჩაერთო ჩვენთან განგაშის სიგნალი. ყველას მოგვიწია რა თქმა უნდა თავშესაფარში გადაადგილება და სანამ რეგულაციები არ გამოვიდა რომ ჩვენ შევძლებდით იმ ადგილის დატოვებას, იქიდან არ გამოვდივართ რა თქმა უნდა. სხვა მდგომარეობა თვითონ მოსახლეობის მე რო გითხრათ რომ პანიკური არის, არა ძალიან პანიკური არის, მაგრამ ძალიან საშიში და სახიფათო არის მდგომარეობა. მე კიდევ ერთხელ მინდა გავმეორდე რომ ირანს აქვს სულ სხვა პოტენციალი, უფრო ძლიერი რაკეტები აქვს ხამასთან და ჰეზბოლასთან შედარებით და ამით ზუსტად манипуლირებს მთელი ცხოვრება. ნუ უკვე ჩვენ ძალიან კარგად ვიცით 78 წელია რაც ისრაელის სახელმწიფო დაარსდა და იმ 78 წლიდან 77 წელია ირანის სახელმწიფო ემუქრება ებრაელებს და ისრაელის სახელმწიფოს და სულ მაგას იდახის დღევანდელი დღის ჩათვლით რომ ჩვენ უნდა გავანადგუროთ ისრაელი და ყველა ებრაელიო. რატო? ნუ დღემდე ვერ ვხვდებით მაგას. მაგრამ პრევენციის მიზნით თქვენ ხედავთ დღევანდელ დღეს რა ხდება? ჩვენი ჯარი ცალი და ასევე მოსადი მუშაობს ძალიან კარგად. ყველანაირად ცდილობს რომ ეს ბირთვული პროგრამა და ბირთვული იარაღი რაც გააჩნია ირანს რომ გაუნადგუროს. მხოლოდ იმისთვის რომ ისრაელს და ებრაელ ხალხს არ ემუქრებოდეს საფრთხე და ამ რეგიონში რომ საბოლოოდ დაწნარდეს სიტუაცია და შეიცვალოს უფრო უკეთესობისკენ. და არა ისე რაც უკვე რამდენი წელია ჩვენ გვიჩვენებს ამ რეგიონში სულ არის დაძაბული სიტუაცია, სულ არის დაპირისპირება, ომი რაღაცების გაყოფა და ასე შემდეგ. ნუ ირანის მუქარა არასდროს არ ჩერდებოდა ისრაელის მიმართ და ებრაელი ხალხის მიმართ. მაგრამ დღევანდელი დღეს მოცემულობით ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად ისრაელის ცალის არმია აჩერებს ამ სისასტიკეს, რასაც აკეთებს ირანი. გუშინდელი დღე რო ავიღოთ, გუშინდელი დღე იყო ღამე უბრალოდ ძალიან სასტიკი და ძალიან სისხლიანი საერთოდ მე ვფიქრობ ისრაელის ისტორიაში. ძალიან ბევრი რაკეტა გამოუშვეს ბალისტიკური ისრაელის ტერიტორიაზე, 7 ადგილას დაეცა. ნუ ინფორმაცია უკვე საჯაროა, რამოდენიმე ქალაქში დაეცა. 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც, რომლებიც არაფრის შუაში არ არიან და არც ერთოვიან არავითარ კონფლიქტში არასდროს. ნუ ტერორისტების ხელწერა ყოველთვის ის არის რომ მშვიდობიანი მოსახლეობას შეაწუხონ და გაანადგურონ. რაც ფაქტიურად აკეთებენ ჩვენს მიმართ აქ ის იმყოფებით ასევე საქართველოს მოქალაქეებს. კი ბატონო, ირაკლი, იცით რა მინდა გკითხოთ, რამდენად გააქვთ კომუნიკაცია, აი თუნდაც თქვენს ქალაქში, აშდოდში იმყოფებით, როგორც ვიცი, თქვენს ქალაქში იმყოფ ქართველებთან, აი რამდენად გაქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია, თუნდაც უსაფრთხოების კუთხით, იმიტომ რომ ვიცით, რომ ძირითადად რაღაცა ყველა შენობას აქვს თავშესაფარი, სახელმწიფო ზრუნავს ამ კუთხით, ბუნებრივია და ანუ რა შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით, აი სხვა ქართველებთან დაკავშირებით? კომუნიკაცია რა თქმა უნდა ინტენსიურ რეჟიმში მაქვს ყველა ქართველთან ახლა ვიცნობთ ერთმანეთს და კავშირი გვაქვს. რა თქმა უნდა ვკითხულობთ ერთმანეთს ახლა ქალაქების მიხედვით ვიცი დაახლოებით ვის საცხოვრობ, როცა ითვება აზაკა ეგრეთ წოდებული განგაშის სიგნალი და მთავრდება ყველაფერი ჩვენ ერთმანეთს ვცდილობთ რომ დაუკავშირდეთ და ვიკითხოთ ასე თუ ისე რა სიტუაცია ხდება და დაშავდა თუ არა ვინმე. ნუ საბედნიეროდ დღევანდელი დღის მოცემულობით ვიცით რომ არც ერთი ქართველი არ დაშავებულა, მაგრამ არა დამადასტურებელი ინფორმაციით ვიცით ისიც რომ ერთი ქართველი არის დაშავებული, მაგის სახელგვარ ჯერჯერობით არასაჯაროებენ რაღაც მიზეზების გამო არის დაშავებული ბათიამში, ზუსტად იმყოფებოდა იმ შენობაში, გუშინ სადაც მოხვდა რაკეტა და შენობა დაინგრა.
ხო და ინფორმაციას უკვე რო დავაზუსტებ და შესაძლებელი იქნება საჯარო თუ გახდეს, მაგაზე ახლა მოვახსენებთ აუცილებლად ამ სოციალურ მედიის. კი ბატონო, ირაკლი იცით რა მინდა გითხოთ, აი თქვენ თქვით რომ აშდოდშიც ჩაირთო გამაფრთხილებელი სიგნალები და იღებთ შესაბამის შეტყობინებებს, მაგრამ აი ამის მიუხედავად რაღაცნაირად ან ქალაქში ცხოვრება გრძელდება თუ არა ჩვეულ რიტმში, რისი თქმა შეგიძლიათ, მე ვგულისხმობ იგივე რა ვიცი სავაჭრო ობიექტები, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტომობილების გადაადგილების კუთხით ხომ არ არის რაიმე შეზღუდვა? შეზღუდვები რა თქმა უნდა არსებობს დღევანდელი დღის მოსემულობით, ანუ საგანგებო მდგომარეობა არის ძალიან ქალაქში კი არა, ქვეყანაში გამოცხადებული. სამუშაოები პრაქტიკულად დახურულია, მხოლოდ და მხოლოდ პირველადი დახმარების, მოხმარების და ასე შემდეგ ობიექტები მუშაობენ. ეხლა დღევანდელ დღეს ეხლაც მე ვიმყოფები სამსახურში, დღეს გაიხსნა რესტორანში მუშაობ, ზარეული ვარ. დღეს გაიხსნა ჩემი სამსახური. ოღონდ რა სიტუაცია არის? ჩვენ ვერ ვღებულობთ სტუმრებს აქ. ჩვენ მუშაობთ ეგრეთ წოდებული დელივერზე, დატანის სერვისზე მხოლოდ. იმიტომ რომ არ შეიძლება ხალხ მრავალ ადგილას შეკრება და ასე შემდეგ. ჩვენ ვცდილობთ ყველა ვარიანტში კი რომ მივიყვეთ რეგულაცია, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეს, ამასოდეს ჩვენ გარეთ ვიქნებით სახლში თუ სამსახურში ან სადაც მაღაზიაში გასულები, ხო? საბედნიეროდ ისრაელში ყველა შენობაში არსებობს დამცავი ოთახი, როგორც სახლებში, კორპუსებში, სხვა შენობებში, ასევე მაღაზიებში, თუნდაც პატარა მაღაზია სულ რო იყოს 30 კვადრატიანი, მაინც არსებობს დამცავი ოთახი და ჩვენ ყველა ვარიანტში ვცდილობთ მივყვეთ რეგულაციას და არის აუცილებელი ხალხო, მე მინდა ეხლა ვის მისმეს გამოვიყენო მომენტი და მივმართო პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს ქართულ ენაზე აუცნა ის სიტუაცია, რომ ჩვენ დღეს ომი გვაქვს ისეთ სახელმწიფოსთან, რომელიც ჩვენ გვესვის ძალიან ძლიერ და გამანადგურებელ იარაღს. ხალხო, ნუ დაიწყებთ ეხლა ეს ქართული იმის ჩართვა, ხო სწორედ გამიგეთ. ყველანი მიყევით რეგულაციას. გუშინდელი დღის მოცემულობით ეგრევე გამოცხადა, დაიღუპა მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ვერ მოასწრო დამცავ ოთახებში შესვლა. და ვინც იყო გუშინ შესული დამცავ ოთახებში, თუნდაც იმ კორპუსებში, სადაც მოხდა გუშინ რაკეტები, ყველა გადარჩა. ნუ მიიღეს რა თქმა უნდა რაღაც დაზიანებები, მაგრამ ყველა გადარჩა აბსოლუტურად. მაგიტომაც ეს რეგულაციები ტყუილად არ არის. შედით აუცილებლად ყველა დამცავ ოთახში და სანამ არ მორჩება განგაში სიგნალი და სანამ არ მოგივათ განმეორებითი SMS-ი, ეხლა არის დახვეწილი ეს ყველაფერი, მოდის განმეორებითი SMS-ი, რომ დატოვო, შეგიძლიათ დატოვოთ თვის ადგილმდებარეობა, სადაც იმყოფებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ მასე შეგიძლიათ რომ შეინარჩუნოთ თქვენი სიცოცხლე, რომ არ დაგიშავდეთ არაფერი. ამიტომაც ძალიან ვთხოვთ, მიყევით რეგულაციებს, გაუფრთხილდით ერთმანეთს. მაგერ რას ვიზავთ, ეგეთი სიტუაცია გვაქვს დღევანდელი დღის მოსულობით და უნდა გაუძლოთ რამენაირად ეხლა ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მტერი და ტერორისტი განადგურდეს საბოლოოდ. კი ბატონო.